ღირსი შიომღვიმელის ქადაგება. ძმანო და შვილნო სულიერნო, ცნებისაებრ ბერთა ჩემთასა და წმიდისა მამათ მთავრისა დაყუდებითსა ცხოვრებასა შევიწყნარებ. ხოლო თქვენ განეკრძალენით საყვარელნო საფრთხეთა მრავალღონისა მტერისათა და უმეტეს ყოვლისა მოიგეთ სიმდაბლე და მორჩილება და სიმშვიდე საღმრთო, რომელი უჩინო ჰყოფს რისხვასა და სიყვარული, რომლისა მიერ მოიგების ღმერთი სიყვარულად წოდებული. ამათ თანა შეიტკბეთ წმინდა მყოფელი იგი სულთა მარხვა, რომელიც წარიოტებს ბილწებასა და ლოცვასა შინა თქვენსა ღვთისა მიმართ მოიგეთ სიწმინდე გონებისა და აღუძრელობა ბოროტთა გულის სიტყვათა მიმართ, რომლითა განქარდების ყოველი ძალი ეშმაკისა. ხოლო ტირილი იყავ თქვენ და სამარადისო, რომელი მოატყვევს სიხარულსა საუკუნესა და რამეთო უფალი იტყვის. ნეტარიყვნენ მგლოვარენი გულითა, მოიპოვეთ სიგლახაკე, რათა სასუფეველი ცათა დაიმკვიდროთ. მოიძულენით ზრუნვანი და შფოთნი სოფლისანი, რათა არა შეიცდუნეთ მათ მიერ. წერილთა იწურთიდით საღმრთოთა, რომელნი განაფრთხობენ გონებასა და ნუ მიაყვანებთ გონებასა თქვენსა ბოროტთა გულის სიტყვათა. იქმნენით წმინდა ხორცითა და ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი, განიბანენით, განიწმინდენით და მოისპენით ყოველივე გულარცნილებაი სულთაგან თქვენთა. რამე თუ უკეთო დაიცვენით სხეულნი თქვენი სიწმინდით, ვით არ გამწყინვებულნი სულითა, მხიარულნი შეხვიდეთ ქორწილსა მას უფლისა. ლამპრითა ბრწყინვალითა მიგებებად სიძისა მის უკვდავისა. მღვიძარე იყვენით გონებითა სამარადისოდ, მომლოდენი უცნაურისა მის დღისა და ჟამისანი. რამე თუ არა უწყით ოდეს უფალი მოვიდეს და ნუ სადაგ პოვნეს თქვენ უდებად წარმგებელნი მამულისა სიმდიდრისანი და თანად დამმალველნი ტალანტისანი, რომლისათვის საფასეთ დადებისა მცნება მოგვიგებიეს და უკეთო ვინმე უდებ ყნეს მცნებანი ღვთისა და უფლისა თვისისანი. მოვიდეს ჟამსა, რომელსა არა მოელოდეს და ორად განმკვეთელმან ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა, რამე თუ უმწარესითა მახვილისაგან სიკვდილისათა განფხურა სული უნანელთა და უდებთა ხორცთაგან და წაავლინოს იგი ბნელსა მას გარესკნელსა, სადა იგი ჰოიმე უბადრუგსა, იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა, ხსენება სიკვდილისა და საზარელისა მის დღისა მარადის, წინაშე თვალთა გონებისა თქვენისათა გაქუნდინ და ნუ გეშინინ სიკვდილისაგან, არამედ უფროსხა გეშინოდეს სასჯელისა მის საუკუნოსა. მოითმინენით წუთ ერთ-ესე და მცირედ ჟამისა ტკივილნი, რამე თუ თვინიერ ჭირისა შეუძლებელ არს პოვნა საუკუნოსა ცხოვრებისა, ვითარცა იტყვის პავლე მოციქული, ვით არმედ მოთმინებითა თქვენითა მოიპოვნეთ სულნი თქვენი და მრავლითა ჭირითა გვიღირს შესვლა სასუფეველსა ცათასა. უწყოდეთ ძმანო ჩემნო მტკიცეთ, ვით არმედ ყოველი ესე აქაშინა წარმავალ არს და დაუდგრომელ და საუკუნო იგი წარუვალ და სამარადისო და მიელის თითოეულსა ჩვენგანსა საუკუნოსა, რომელსა მე განსვენება და სხვათა სატანჯველი საქმეთაებრ მათთა, რომელნიცა ქმნეს სოფელსა ამას შინა, მითხარ დღა ჰოი. საყვარელნო უკეთო კაცი დღეს ყოველთა განსვენებათა და შვებათა შინა იყოს და წარაგოს ყოველი მონაგები თვისი და არარა დაუშთეს მას ხვალისად და მიერიდან შიმშილითა და სხვითა ყოვლითავე ძვირხილულობითა განიკაფებოდეს. ნუ საძაგელ ეყოს მას
ერთისა დღისა იგი განსვენება შემდგომთა დღეთა მიმართ. ესრეთ უკვე უწყოდეთ და საწუთოცა ესე ჩვენი ცხოვრება, რამე თუ უკეთო აქა მშვებელნი არა ვზრუნვიდეთ გულვებადისა მისთვის და არა დავიუნჯოთ საუკუნოთა მათ შინა საუნჯეთა, მიმტაცებელთა მამონასა მისგან სიცრუისა, სიყმილითა მოვსწყდეთ და არად სარგებელ გვეყვნენ ჩვენ ხორციელ ნიშვებანი, არამედ უფრო ზღავიტანჯნეთ, ვითარ უძღებად და ნაყროვანებით ცხოვრებულნი. შვილნო ჩემნო საყვარელნო და ძმანო ჩემნო სულიერნო და უფრო ზღავ უფალნო ჩემნო, კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩვენი, რომელმან შეკრიბნა თქვენ უდაბნოსა ამას, მაქებელად წმინდისა სახელისა მისისა. აც ისმინეთ ჩემი შვილნო, მოხუცებულისა ამის მამისა თქვენისა. უწყით განაღარა მეთო, არა იძულებით ავისითა შემოხვედით წესსა ამას შინა, არამედ ნეფსით და სიყვარულისათვის ღვთისა იჯმენით აღმოთქმულთა წინაშე მისა და ყოველთა ანგელოსთა მისთა უარყოფად სოფლისა და საქმეთა მისთაგან და მოქალაქობად სიწმინდით და მორჩილებად წმინდისა სახარებისა მისისა, ყოვლითა გულითა შეუძლებელად და აღებად ჯვარი მისი მხართა ზედა თქვენთა და მოძულებად მამა, დედა და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და თვით სულიცა თქვენი და ეგრეთ შემდგომად მისდა. ეკრძალენით ძმანო ჩემნო მტერსა ბოროტსა მას, რომელსა ნებავს მარადის წარწმედა ჩვენი, ნუ სადა მიერჩდეთ სულთა მკვლელსა მას გველსა და ვით არ ყავთ აღთქმა თქვენი, რამე თუ დღე და ღამე მღვიძარე არს მტერი ჩვენი, ვით არც აიტყვის წმიდა და დიდებული თავი მოციქულთა პეტრე, ვითარმედ განივთქვენით და მღვიძარე იყვენით, რამე თუ წინა მოსაჯული თქვენი ეშმაკი, ვით არცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს ვინცაშ თანთქას, არამედ წინა აღუდექით მტკიცენი სარწმუნოებითა, უწყოდეთ იგივე მიზეზად ამას სოფელსა შინა, ძმობას ამას თქვენსა კეთილად და სათნოდ აღასრულებდით. ძმანო ჩემნო, მტკიცეთ დეგით, რომელსა ზედა იჩინენით, რამე თუ უმჯობეს იყო ყოვლად არა შესვლად მონაზონებად, უკვე თუ არა დავიცვენით თავნი ჩვენი ყოვლისაგან ცოდვისა, რომელი იქმნების გარეშე ხორცთასა. ისმინეთ წმინდისა სახარებისა, რომელსა იტყვის ვითარმედ, სიტყვათათვისა უქმთა, სიტყვა მისცეთო დღესა მას. ეჰა ვითარ ზარის სახდელ არს ბრძანება ესე მეუფლისა, რამე თუ არა წინასწარმეტყველისა არს, არცა მოციქულისა, არცა ანგელოზისა, არამედ თვით მის უფლისა, მსჯელისა ცხოველთა და მკვდართასა, რამე თუ თვით მან თქვა ესე, რომელსა ეგულების განსჯა საქმეთა ჩვენთა, ევედრენით თვალ უხვავსა მას მსაჯულსა, რათა არა სიტყვათა ჩვენთაგან დასჯად გამოჩნდეთ წინაშე მისა, ვით არცა იგი კვალად წერილ არს, ვითარმედ სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო. უწყოდეთ საყვარელნო, რამე თუ სიკვდილი ახლოს არს და კართა ზედა და ხმობს მეუფე, იღვიწებდით რამე თუ არა იცით ოდეს მოვიდეს მპარავი. ნუ უკვე განხრიტოს გვერდი სახლისა თქვენისა, ოდეს არა უწყოდით და მიგპარონ სული თქვენი და არღარა გერგებოდეს, იღვიძებდით უკვე რამე თუ არა იცით დღე, არცა ჟამი, რომელსა შინა ძეკაცისა მოვიდეს. განეკრძალენით ძმანო ყოველსა, რომელი მიიყვანებს სულთა წარწყმედად, იყვენით მორჩილს სწავლათა შინა და მსახურებასა შინა აღუზვავებელ და ესრეთ შერაცხენით თავნი თქვენი, ვით არცა მკვდარნი მოძაგებულნი, რამე თუ პირველი კიბე სათნოებათა არს სიმდაბლე,
რომელი იგი აღიყვანებს ღვთისა შემტკბობელთა მისთა, რამე თუ შეიყვაროთ თუ სიმდაბლე, სწრაფლ მოიხილოს ღმერთმა თქვენ ზედა, გესმის ვით არ იტყვის, ვის მივხედნე გარნამ შვიდსა და მდაბალსა და რომელიც რწოდის სიტყვათაგან ჩემთა. მოითმენდით ყოველსა სიყვარულისათვის ქრისტესისა, რამე თუ მან სიყვარულისათვის ჩვენისა თავს იდვა ვნება და ყვედრება, პირსაცემა, ბასრობა, ძმარი და ნაღველი, ჯვარითა დასჯა და სიკვდილი. ესე ყოველნი და უმრავლესნი მოითმინა ჩვენთვის, რათა ჩვენ გვაცხოვნეს. ჩვენცა მოვითმინოთ ძმანო სახელისა მისისათვის, სიგლახაკე, სიშიშვლე, წყურვილი, ბასრობა, კიცხევა, გინება და ყვედრება, რათა უკანასკნელ, ვითარცა მან თავად მან აღმითქვა ჩვენ, მოვიღოთ ნეტარება იგი და გვიხაროდის სასუფეველსა ცათასა. შევიშინოთ შვილნო, რათა რომელი იგი ნებსით აღუთქვით, უნებლიეთ არა მოგვეხადოს მისთვის სიტყვა, ვიღვაწოთ მცირედ ჟამ და დაუსრულებელსა საუკუნესა მოვიღოთ წმინდათათვის გამზადებული იგი სასუფეველი და შვება იგი წარუვალი და კეთილნი იგი სამოთხისანი, ვითარცა ხმობს მოციქული, რომელი თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, ნუ საჭირველ გვიჩს მცირედ ჟამისა ესე ნაკლულევანება იხორცდა, რამე თუ 100 წელი გამზადებულარს თქვენთვის, რომელთა ეგე იღვაწეთ.